აღდგომამდე 3-4 დღე გადარჩა. Ამ დროს ბაზრებსა და სასურსათო მაღაზიებში ყოველთვის ხალხმრავლობა შეინიშნება. Თუმცა როგორც ბაზარში მოვაჭრეები გვიყვებიან, წელს განსაკუთრებით მომხმარებლის სიმცირეა. რა ჯდება სააღდგომო ტრადიციული სუფრა, ამას თავად მოქალაქეები და მოვაჭრეები მოგვიყვებიან. კვერცხის ფასი 30-დან 50 თეთრამდეა. ენდრო 1 შეკვრა 1 ლარი. პასკის ფასი კი მართლაც განსხვავებულია. 4 ლარიდან იწყება და 20 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება სუფრის სხვა ატრიბუტებს, ეს კი ნამდვილად გემოვნების და შესაძლებლობის მიხედვით არის და 50 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე ჯდება. რა ღირს ერთი კვერცხი? 50 თეთრი. ეს სახლის შინაურ კვერცხს რომ ვეძახით, ეს არის. კი. და ყიდულობენ ხალხი, მაინც სოფლის კვერცხს არჩევენ თუ თქვათ იგივე სოფლის კვერცხს უფრო ეტანებიან, იმიტომ რომ იმასა და იმასა შორის განსხვავება არის. აი რამდენი მიაქვს თქვათ თითო ადამიანი? ზოგს 10 მიაქვს, ვისაც როგორი შეიძლება აქვს. ზოგს 20, ზოგს 30, 40, აი მეტი არა. ეს ლარი ღირს, ეს 50 თეთრი გენაცვალე. რომელს უფრო ყიდულობს მოსახლეობა? ორივეს, იმასაც და იმას. არის მყიდველი უკვე დადის? რა მოამზადებს? ვაიმე, ალბათ ერთი 400-500 ლარი, ნამდვილად, რომ აი სტუმრებიც დააპურადო. მიცვალებული საფლავზეც გახვიდე და რა ვიცი, რა გითხრათ, რა ოჯახის წევრებიც კმაყოფილები დარჩნენ. აი ამ 400 ლარში რისი ყიდვაა შესაძლებელი? რისი ყიდვა არის? ალბათ პასკა, კვერცხი, ენდრო, კიტრი, პამიდორი და ალბათ ერთი ქათამი, კარგი ქათამზე ელაპარაკი, ყველი, რომ ხაჭაპური გააკეთო და ხილს თუ იყიდი, ხორცი, მე რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება არ მოვიდეს. მე მგონი, საკმარისზე ვლაპარაკობ, აი 1-10-15 კაცი რომ კარგად დაპურადდეს და მე მგონი 15 კაცი მიცვალებული საფლავზე რომ გავდივართ, კი ვიყრით ხოლმე თავს. ნუ იქ რა თქმა უნდა საღრეობო და საქეიფოთ არ გავდივართ, მაგრამ მაინც ჩვენი ტრადიცია ეგ არის, ხო? ძალიან არის ფასები მომატებული, ეს მინდა ვთქვა და ხალხი ძალიან გაჭირებულია. ეხლა ხო სადღესასწაულო სამზადისი მიდის. აბა გაიხედეთ ბაზარი მოგწონთ ხალხი, აი დააკვირდით. 1:30 საათში სულ ყველაფერს მიხვდებით. რა მდგომარეობაშია ხალხი? ანუ გასუწეს უფრო მეტი იყო. ბაზარი ყველაზე დიდი სარკეა, სადაც ჩაიხედა და ყველაფერს კარგად დაინახავ. გაჭირებაშია ხალხი. დააძნელა. ხორცი ძალიან ძვირია. აი თითო ოჯახი რამდენს ყიდულობს თქვათ სუფრის? მაგდენი არ ვიცი ახლა. ზოგი 9 კილოს ყიდულობს, ზოგი 10 კილოს ყიდულობს. და შეძლებს დაგვარა და. სული სუფრა რო გაამზადო ამ მომენტში, აი ამ ფასობაზე სულ ცოტა 300-დან 400 ლარამდე უნდა ოჯახს. შეძლებს ფიქრობ მოსახლეობა. ვერ შეძლებს. აი გასუწლებთან აი შედარებით ეხლა თქვენ მომისმინეთ, გითხრათ, ერთ ქათამს რო ყიდულობს ადამიანი. იმას მარტო საფლავზე ხომ ვერ გაიტანს. იმ ქათამს ანაწილებს და 4-5 საფლავზე გადის. 10 კვერცხს შეღებავს. თითო კვერცხი გააგოეს საფლავზე და გადის ეგრე. ფიზიკურად აი ხალხი არის ძალიან გაჭირვებული. ყველაფერს ყიდო, თითო კილოკიცა და პამიდორს რო იყიდი, სუფრაზე რა უნდა დააწვო. მარტო ოჯახის წევრი ხო არა, იმას ხო შვილები ყავ, შვილიშვილები ყავ, ძმები ყავ, დები ყავ, ძმები. ხო მივდივართ ერთმანეთში გასვენებში, საფლავებზე ყველა. ძალიან აჭირს. უკიდურესი სიდუხჭირია. უარესების ხისი ვართ ალბათ. უარესების კი. ჩვენი არჩეული მთავრობა, ჩემი არა, მაგრამ ეს მთავრობა ვინც აირჩია, აი მან გააკეთა ეჭეთ. ესეთი მდგომარეობა არ იყო. წინა წლებში. აი ეს მესამე წელია უკიდურესი გაჭირვება. სოფლებში უფრო გაჭირვებულები არიან, სამუშაო არ არის არაფერი. ვერ ყიდულობს სოფლის ხალხი. ჩამოვიდა დღეს ჩემი მეზობელი 2 პამინდორი იყიდა და 2 კიტრი. დავჭირო და სამსაფლავზე ვამყოფინებ. რა გააკეთო? მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვენ ბაზარში გავესაუბრეთ, ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით სააღდგომო სუფრა უფრო მწირი ექნებათ, რადგან ფასები მკვეთრად მომატებულია. თივემზადები შვილო 4 ცალი თევზი ვიყიდე 4 ნაჭერი. ხო და 1 კილო კიტრი და მწვანილი. რითი უნდა გავეღო? მე უკვე გადამეღეზა. აი 20 კავიკად ვერ ავყიდით. ძალიან გვიჭირს ხალხს და პატრონი არ აქვს.
გასული ის რაც ტრადიციული არ გაიტანოთ მიცვალებულების საფლავზე ან საღდგომო სუფრაზე დღესასწაულო გაამზადოთ რამდენი ლარია საჭირო სულ ცოტა 40 საათი ლარი მაინც გინდა მინიმუმ მათ სად არის აი წამოვიღე 5-ვე დრო ვაშლი და 10 ლარი ავიღე რა გავაკეთე ვიცი თუ ყველაფერს იყიდი 200-300 ლარიც არ გიყოფა და თუ ცოტას მოემზადები ახლა პასკებსა და მე მაგალითად ვერ ვემზადები პენსიონერი ვარ შვილო ის პენსია ჩემწამლებში არ ამყოფნიდა მაგრამ ეხლა ჩემს ერთ სამ კვეთს გაუგორებდი ეგა სანტელი საუთი მეტი არა საშუალება არ არის დახმარა არა მაქვს არაფერი მომიხსენს გამომდიდრდი თან უფრო ემატება და რაღაც მეემზადება ადამიანები ფასები ფასები ხმა მოგვეციო მივცემ ხმასა მე ფასს უმატებენ აბა რა არის ეგ არაფერი არ არის მე როე გავთქვა შვილო ჟრუანტელი დაგივლის ტანში 100 ლარი არ აკყოფნის 100 არ აკყოფნის შვილო იქ კიდევ აი რო ვიღაცას დაუწახო ორ ადამიანს არ გაქვს მაგის საშუალება არ აკყოფნის რას ამზადებთ ტრადიცია რა გაქვთ იგივე ძედი არაფერი შვილო ერთი ქათამი უნდა დავკლათ და რა არის აი კვერცხებს გავაგორებთ რაღაცა ყველს მივიტანთ წნილს მივიტანთ რაღაც აი ესეთ რამე ხორცსა ეგა არ არსებობს თევზი შეიძლება იყიდო იაფიანი რო არის აი ზოგი რო ყარს და მიიტან გარეცხამდე ის იაკეთებ თევზის ნასახიც არცად არ არის ჩვენ თვინა აი ღარიბი ხალხი თვინა აი ამ დღეში ვარ აი ხა სოფლის ნობადი ჩამოიტანთ რომ გაყიდო და რა აი ვერ ავყიდე აი მოგთათ ვაუბნები აი ხლა იმასა 10 კაპიკში ვაძე 10 კაპიკით აშულო რა უნდა გავაკეთო აი ხლა ამ დროს ვიყიდი იმის ფულთა რასაც აი ამას გავყიდე მარტო აი ამ დღეში ვარ შვილო და აი ეგენი მიიტანეთ ადგილამდე და იქნებ ვინმე რამე გვიშველოს იქით წლებში უფრო გქონდა შვილო ცოტა მაინცა გქონდა თოლოს 20 ლიტრიანი მოვხადე მომაკრომა შვილი მყავ კუდარი ტყიბულში აბარეთ მამიკოდა და მინდა წავიდე და ვერ გამყიდე იქა და ეხლა ვაჭარსა ლარათ უნდა ჩავაბარო როგორ წავიდე იქა ძალიან გაჭირვებით ძლივს აღდგომას რო უნდა 2-3 ქათამი შეიძლება ერთი ცალი გაჭირვებით იყიდოს ადამიანი ძალიან აჭირს რა უნდა ქნას არ ვიცი როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა ბაზარის სარკია სადაც ყველაზე უკეთ ჩანს ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონი